აშშ მწვანე ბარათის პროგრამა საჩერებს ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი იქსზე წერს. მისივე განმარტებით პროგრამამ ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის საშუალება მისცა. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 49 პირიდან 12 წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს ტv პირველის ინფორმაციით დაუსწრებლად პატიმრობა მხოლოდ ერთს მარიფათ ალიევს შეეფარდა, რომელიც მიმალვაშია. მძიმე ბრალდებით დაკავებულებს 7 და 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ყველა ქურდული გარჩევის მონაწილეა. ნაწილი კრიმინალურ ავტორიტეტებს დავის გადასაწყვეტად მიმართავდა, ნაწილი კი გარჩევებს აორგანიზებდა. ერთადერთი ბრალდებული რომელმაც დღეს განსასჯელის სკამიდან დუმილი დაარღვია ზიგლამ გაჯიევი იყო. 65 წლის კაცი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ახლობლების დავებს არა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ როგორც თემის უხუცესი ისე უგვარებდა. მის გათავისუფლებას 10,000 ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ, თუმცა სხვა ადვოკატების მსგავსად არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება არა სამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება, ხმის იოგების გადაჭრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა. კერძოდ ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს.